სალამი მეგობრებო, დავუბრუნდით შემდეგი ვიდეოთი, ამჯერად უკვე ამ კვირის ბეტინგ ვიდეოთი. დანკანი მოიკანოს ბეტინგ ვიდეოთი და ამ ვიდეოში ვილაპარაკებ და განვიხილავ ჩემ ბილეთებს, ამ კვირის ბილეთებს და წინა კვირის ბილეთებსაც შევხედავთ. წინა კვირის ბილეთებში სულ ცოტა დამაკლდა, რომ გამემწვანებინა ყველა ბილეთი 4-ვე. ამ 4 ბილეთში მოკლედ 3-ში ერთი და იგივე პოზიციამ გაასხა იგნასიო ბაჰამონდეზმა და ერთში რიკი სიმონის ფრის გამო წაგებულია ის ბილეთი, იმიტომ რომ პოზიცია მქონდა, ქულებით მქონდა არჩეული რიკი სიმონის მოგება და როცა ფრი არის მაგ შემთხვევაში რამე პოზიცია თუ აქვს არჩეული, წაგებულად ითვლება, სხვა შემთხვევაში თუ უბრალოდ მოგება გაქვს არჩეული, უბრალოდ ამოვარდებოდა კოეფიციენტი. მაგრამ წაგებაში ჩამეთვალა მოკლედ ერთი მარტო მან დამეწერა ბაჰამონდეზი და მაგანაც მაგ ბილეთშიც ესეთი რაღაცა მოხდა, თუმცა ვფიქრობ რომ მაინც საბოლოოდ კაი ბილეთები იყო. იმედია ვინც ნახეთ ჩემი ვიდეო, გაითვალისწინეთ ჩემი ნაზრევი და ზუსტად არ გადაწერეთ ბილეთი. იმედია რაღაც პოზიციები დაგეხმარათ, დანარჩენები რაც გქონდა აღებული, იმიტომ რომ ყველაფერი წამოვიდა ბაჰამონდეზის მოგების გარდა და დიდი იმედი მაქვს რომ ვინმე რაიმე სარგებელი ნახეთ. დამიწერეთ კომენტარებში თუ დაგეხმარათ ჩემი პროგნოზი და ჩემი ბილეთები, გამაგებინეთ ეგეც. ბაჰამონდეზის ჩხუბზე მინდა ვილაპარაკო ორი სიტყვით, იმიტომ რომ გონია ძალიან უსამართლო ჩხუბი იყო და ძალიან უსამართლო წავაგე საერთოდ ეს ბილეთები. ნახავდით ვინც უყურეთ, ნახავდით პირველი რაუნდი მოიგო. ერთმა მსაჯმა კი მისცა ტოფიკას ის პირველი რაუნდი, მაგრამ აი თავიდანაც რო უყუროთ, მე კიდე ერთი ორჯერ უყურე მაგ ჩხუბს. აშკარად ბაჰამონდეზის რაუნდია, ყველაზე დიდი რაუნდის ყველაზე დიდი დარტყმები ბაჰამონდეზმა გაატარა მაგ ჩხუბში. ოქტაგონსაც აკონტროლებდა და მოკლედ სტრაიკინგი იყო პირველი რაუნდი თავიდან ბოლომდე და ამ სტრაიკინგში აშკარად აჯობა ბაჰამონდეზმა და ძალიან წყნარად ვიყავი. ზუსტად ისე მიდიოდა ჩხუბი, როგორც იდეაში წარმომედგინა ჩემ თავში. მეორე რაუნდში დაწყებისთანავე ნოკდაუნი მიცა ბაჰამონდეზმა, ძალიან კარგად დაიწყო, თითქმის აფინიშებდა. და რაღაც მომენტში მოკლედ ჭიდაობაცა და დგომში ზურგი აუღო და აი აწევა რომ ცადა მაგ დროს ტოფიკა იმენა რასაც ქვია ჩაებღაუჭა ოქტაგონის კედელს და კაროჩე დაიცვა მაგით თავი. მსაჯმა საერთოდ არც ხმა არ მოიღო, არაფერი არ უთხრა ქულის დაკლებაზე, ხო ზედმეტია ლაპარაკი და მოკლედ მე ისე განვითარდა ეგ რაუნდი რომ აქეთ ჩაიყვანა, აქეთ გაუკეთა ტეიქდაუნი ტოფიკამ და ის ერთი დაყვი გადამწყვეტი რაც იყო, აი აქ პატარა ქათი გაუჩინა, აქ გაჭრა პატარაზე და აი ბაჰამონდეს იმდენი სისხლი წამოვიდა მაქედან, პროსტა ტიპს არ უჩერდებოდა სისხლი რა, იქაურობა, სულ შეეხება სისხლი. არაფერი ზიანი ეგ არ იყო, უბრალოდ აი ძალიან ბევრი სისხლი მოძიოდა და ძალიან ისე ჩანდა და ზუსტად მაგიტო მსაჯების თვალში 10-8 მიცეს რაუნდი, რაც არ იყო ეგ 10-8 რა, მით უმეტეს აქეთ ქონდა მიცემული ნოკდაუნი, ნაღდარ არ ეკუთვნოდა 10-8 მაგ რაუნდში. თუმცა მნიშვნელობა არ აქვს მაგას, მაინც 10-8 იქნებოდა თუ 10-9, მაინც აგებდა, იმიტომ რომ მეორე და მესამე რაუნდიც წააგო. თუმცა რაზეც ვამახვილებ მე ყურადღებას არის ის რომ აი ძალიან ცუდი მსაჯი იყო რა, აშკარად არ აქცევდა ყურადღებას, შენიშვნაც კი არ მიუცია, არადა ძალიან ჩვეულებრივად ქულა ქონდა დასაკლები. ოქტაგონის კედელზე ხელის მოკიდების გარდა ქვემოთ რო ჩაყვანილი ყავდა ზუსტად იგივე მეორე რაუნდში, თავი ჩაარტყა ერთ მომენტში ძალიან იავნა და იმენა ადგა და თავი ხია ტიპს, რაც რავი რა, მარტო მაგ ორი ფოლის გამო, რავი 10-დან 8 მსაჯი ალბათ დააკლებდა ქულას, მაგრამ აშკარად ვიღაც გამოუცდელი მსაჯი იყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ წააგებინეს რა ჩხუბი. მე ვნახე ბელალ მუჰამედი არის ბაჰამონდეზის გუნდელი და ძალიან ახლო მეგობარი და მე ბელალიც რაღაც ინტერვიუებში ლაპარაკობდა ძალიან ბევრს. პრეტენზიებს გამოთქვავდნენ, რაღაც პოსტებიც გააკეთა ბელალმა, მაგრამ რაღა აზრი აქვს, წაგებული აქვს, ჩხუბი წააგო და აგერ მეც ბილეთები გამიფუჭა. უცებ რო ჩავხედოთ ბილეთებს, რომ ნახოთ და მივყვეთ თითო-თითოს რა როგორ მოხდა. პირველი ბილეთი, პირველი პოზიცია რაც მეწერა იყო რიკი სიმონი ადრიანიანეზის ქულებამდე მისვლა, რაც მივიდა. გადაწყვეტილება იყო და ფრემორჩა. მერე იყო ბაჰამონდეზის ფინიში, რამაც გააფუჭა ეს ბილეთი და ბოლოს იყო აბდულმალიკი იუსრი ბელგარის 1/5 რაუნდზე მეტი. და ესეც წამოვიდა, მშვენიერი პოზიცია იყო ესეც. მეორე ბილეთი, აი ეს რიკი სიმონის მესამე რაუნდის ან დესიჟენი, რაც ქონდა აღებული, ამან გაასხა და ჯო პაიფერმა მოიგო, მეორე პოზიცია ჯო პაიფერი წამოვიდა.
ხო, რაც თქვი, რახან ფრე იყო და მე მქონდა აღებული მესამე რაუნდიან decision-ი, წაგებულად ჩაითვალა. მე რომ უბრალოდ რიკი სიმონი მქონოდა აღებული ამ პოზიციაში, ამოვარდებოდა უბრალოდ კოეფიციენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში წაგებულად ჩაითვალა, ეს იყო მეორე და მესამე ისევ ბაჰამონდეზით წაგებული ბილეთი. შემდეგი პოზიცია იყო ტერენს მაკინი, კაილ ნელსონის ერთ 5 რაუნდზე ნაკლები, რაც გამართლდა პირველივე რაუნდში გათიშა ტერენს მაკინიმ, კაილ ნელსონი, შემდეგ იყო ნავაჰო სტირლინგის KO decision-ი, KO-ით მოიგო სტირლინგმა, ძალიან კაი prediction-ი იყო ესეც და ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული აი ეს პაიფერის პირველ მეორე რაუნდის ფინიში იყო აი მენა კამპეტი კოეფიციენტი ცოტა მენანება ამ კოეფიციენტის ესე განიავება უფრო დიდი ყურადღება უნდა მიმექცია ეხლა რომ უყურებ ძალიან ფიქრობდი და მოკლედ ხო რა ეს მესამე ბილეთი რაც წავაგეთ და ბოლო მეოთხე ბილეთი აქაც იგნასიო ბაჰამონდეზი რიკი სიმონი ამოვარდა აქედან ნავაჰო სტირლინგის KO წამოვიდა და ადესანია პაიფერის 4-5 რაუნდზე მეტიც წამოვიდა მშვენივრად. აქ რიკი რახან ამოვარდა თავიდან მერე დავამატე ჯულიან ეროსა ალერიან დაგლასის პირველი ან მეორე რაუნდის ფინიში. არ ქონდა მნიშვნელობა რომელი მებრძოლი დააფინიშებდა, პირველ მეორე რაუნდში ფინიში ავიღე და ესეც წამოვიდა. ხო, მოკლედ რაც იყო ეს იყო. აგერ შეიძლება სურათებში ნახოთ რა თანხა მქონდა თან განთავსებული როგორც გითხარით 20-30 ზლოტები მქონდა დადებული, სუმთლიანობაში 100 ზლოტი მქონდა დადებული, რაც არის სადღაც 60 ლარი, როგორც გითხარით, ეხა ამაზე რომ დიდი თანხა მდებოდა ამ ბილეთებზე, აი მაგრა გამიტყდებოდა რა, ესე უსამართლოდ წაგებული და ეხლა ესეთ შემთხვევაში არც გამიტყდა, ჩხუბებითაც ვისიამოვნე და მოკლედ კიდევ ერთხელ გირჩევთ რომ დიდი ფულით არ დაბეთოთ და ესე ცოტ-ცოტათი გაერთოთ რა. წაგება არ მწყენია და ძალიან ცოტა დამაგდა, მოგება სამაგიეროდ ძალიან გამიხარდებოდა, სადაც 700-დან 800 ზლოტამდე ავიდოდი ალბათ და ძალიან გაასწორებდა, მაგრამ რა ვქნათ ამ კვირისთვის მაქვს ახალი ბილეთები. სანამ გადავალ ჩემ ბილეთებზე, ორი სიტყვით ვიტყვი, აი განახეთ ხა ჩემი დადებული თანხა და ძირითადად მსგავსი რაოდენობის თანხას ვდებ ხოლმე კვირის განმავლობაში. დაჟე ბევრი არის ესეც, ამაზე ნაკლებს ვბეთაობ ხოლმე, ამ კვირასაც უფრო ნაკლები მექნება და ბარემ გადავალ ახლა და განახებთ ჩემი ამ კვირის ბილეთებს და ჩემი პირველი ბილეთი იქნება 20 ზლოტიანი კამფეტი 5 და 70 კოეფიციენტი პირველი პოზიციით ალესანდრო კოსტა 1 და 22 ეს ჩხუბი მგონია კოსტას ეს კოეფიციენტი მგონია ძალიან რეალური და ძალიან უეჭველი სტიუარტ ნიკოლი არ არის კარგი მებრძოლი და საერთოდ UFC-ს დონე ალესანდრო კოსტა უეჭველი მოიგებს და ფინიშის მგონია უბრალოდ ძალიან უეჭველი რო ყოფილიყო ავიღე უბრალო მოგება 1 და 22 ცოტათი გაუზარდე კოეფიციენტი მინდოდა რომ 5-ს ამცდარიყო ამიტომაც ჩავამატე ეს კოსტას ეს პოზიცია შემდეგი გვაქვს გუილერმე პატის 1 და 93 ძალიან მომწონს ძალიან კაი კოეფიციენტი აქვს არის რისკები რომ ტომას პეტერსენი ეჭიდაოს ამ დაპირისპირებაში მაგრამ მაინც ვენდობი, როგორც თქვი, ჩემ prediction-ის ვიდეოში ვენდობი გუილერმე პატის ფიზიკურობას, ძალიან კაი ათლეტია და დგომში მგონია რომ დგომში უეჭველი მოუგებს, კი არ მგონია დგომში უეჭველი აჯობებს, პროსტა აი რამდენად დაიცავს თავს ტეიქდაუნებისგან, მგონია რომ მოახერხებს მაინც 3 რაუნდი მგონია იქნება ეს ჩხუბი დაჟე და ვფიქრობ რომ მოიგებს მაგიტომ აქვს ზუსტად ჩვენი მეორე პოზიცია იქნება გუილერმე პატი, შემდეგი ითენ იუინგის 1 და 79, ეხა დააკლდა კიდე კოეფიციენტი 1 და 79-ზე დავიჭირე და ბოლოს კრის დანკანის 1 და 50 ძალიან მომწონს, მგონია რომ დაამარცხებს მოიკანოს, მგონია კრის დანკანი თავის კარიერის პიკშია და მოიკანოს კი არა, ბევრ კარგ მებრძოლს დაუდგება წინ და დაამარცხებს ჩემი აზრით. დანკანი ნენელა ზევით ადის, მიიწევს ქამრისკენ, ხოლო მოიკანო ქვემოთ და ქვემოთ ჩამოდის, ზუსტად ამიტომ
დანკანი ძალიან მაგრამ მგონია ამ ქარდზე და ზუსტად მაგიტო ჩემი ბოლო პოზიცია არის ამ ბილეთში კრის დანკანი. შემდეგი ბილეთი უკვე კაი მოშინი 24 თითქმის 25 გუში 15 ზლოტიანი ბილეთი. პირველი პოზიცია გვაქვს აზამატ ბეკოევი ტრეშანგორის ჩხუბში 1/5 რაუნდზე მეტი. აქ შეიძლება ვიღაცებს გეუცნაუროთ ეს ბილეთი, ეს პოზიცია უბრალოდ გვენდობი ტრეშანგორს ამ დაპირისპირებაში და ვფიქრობ, რომ არ დაფინიშდება პირველ ან მეორე რაუნდის დასაწყისში ბეკოევთან. არც ბეკოევი არ დაფინიშდება, უფრო თუ ფინიში იქნება ბეკოევი დააფინიშებს ტრეშანგორს, მაგრამ მარკო ტულიოსთან მომეწონა ძალიან ტრეშანგორმა როგორც იჩხუბა. აქ მაწყობს, რომ პირველ რაუნდში არ მოარჩეს ჩხუბი, ან მეორე რაუნდის დასაწყისში 1/5-ზე მეტი მაგას ნიშნავს. შემდეგი პოზიცია, როგორც თქვი, ალესანდრო კოსტა, აქ უბრალოდ ფინიშით მაქვს აღებული 1/90, ძალიან კაი კოეფიციენტი მგონია. გუილერმე პატი მყავს კიდე აქ, მსგავსად წინა ბილეთისა და ბოლოს აქ მაქვს პოზიცია 4/55, მსუხე გემრიელი კოეფიციენტი, მსგავსად წინა კვირისა, როგორც ჯო პაიფერის პირველ-მეორე რაუნდის ფინიში იყო, ესეც ძალიან მაგრამ მგონია. კრის დანკანის მეხუთე რაუნდის ფინიში ან დესიჟენი. ძალიან რეალური მგონია, ვფიქრობ, კრის დანკანის საერთოდ კრის დანკანის გამარჯვების მეთოდი მგონია მეხუთე რაუნდში, late რაუნდებში TKO ან decision-ი რა, აი უფრო decision-ი მგონია და საერთოდ აი ეს კოეფიციენტი ამ პოზიციისთვის ძალიან კაია, ძალიან კაი მგონია და ზუსტად მაგიტო ჩავამატე ეს 4/55, რამაც ძალიან გაზარდა. ეს არის მეორე ბილეთი, გადავიდეთ მესამე ბილეთზე, რაც ძალიან მიყვარს ეს ბილეთი, ძალიან მომწონს, სადაც მაქვს რუხავა დელანოში აღებული გადაწყვეტილებამდე რომ მივა ეგ ჩხუბი. და კრის დანკანის სუფთა გაჯგიმული მეოთხე რაუნდის ფინიში 14 კოეფიციენტი, სულ ესეც 25, 15 ზლოტიანი ესეც და მსგავსი არის, მსგავსად ვიგებ როგორც წინა ბილეთში. ძალიან რეალური მგონია ესეც, რუხავა დელანოში ძალიან მაგრამ მგონია ეს პოზიცია, ეს 1/93 ძალიან კაი პოზიცია მგონია. ვფიქრობ, რომ რუხავა არც თუ ისეთი ფინიშერია და არ მგონია დელანო დააფინიშოს. დელანო უფრო არის ფინიშერი, მაგრამ ძნელია ძალიან რუხავას დაფინიშება, ამიტომ მგონია 3 რაუნდი ვიხილავთ უეჭველი ამ ჩხუბს და ზუსტად მაგინო მაქვს ეს პოზიცია აღებული. და ბოლო ბილეთი, ეს შედარებით უფრო safe ბილეთი, როგორც ნახეთ, ორი ცოტა ისეთი რისკიანი ბილეთი მაქვს. და ორი შედარებით safe ბილეთი, ეს ჩემი მეორე safe ბილეთი. აქ მაქვს ისევ რუხავა დელანოში გადაწყვეტილებამდე რომ მივა ეგ ჩხუბი არ აქვს მნიშვნელობა რომელი მოიგებს. შემდეგი არის ტომი მაკმილენის პირველი მეორე რაუნდის ფინიში 1/30 კოეფიციენტი, ესეც ზეშინის უეჭველი დააფინიშებს, ტომი ფინიშერია. მართალია მგოიანი ვერ დააფინიშა, თუმცა მგოიანი ბევრად მაღალი დონის მებრძოლია ვიდრე ზეშინი. ეთინი ვინგი მაქვს ამ ბილეთშიც, ძალიან მგონია ეთინი ვინგი დაამარცხებს ეს ტემამს, დაიცავს თავს ტეიქდაუნებისგან და დგომში აჯობებს და განსხვავებული რაც მაქვს ამ ბილეთში აბდულრაჰმან იახიევის პირველი რაუნდის ფინიში 1/30 კოეფიციენტით, სიგიჟეა ესეთი დაბალი კოეფიციენტი, მაგრამ ძალიან უეჭველია, ძალიან რეალურია. რაც გაუკეთა თავის წინა მეტოქეებს იახიევმა, იგივეს გაუკეთებს რიბეიროს, იმიტომ რომ რიბეირო ძალიან დაბალი დონის მებრძოლია. არაფრით არ ჩამოუვარდება სერკერას, წინა ჩხუბში იახიევმა 33 წამში ვინც დაამარცხა. მოკლედ პირველი რაუნდის ფინიში 1/30 კოეფიციენტით და დანკანის უბრალო გამარჯვება აქაც 1/51, საერთო ჯამში 7/99. საერთო ჯამში მგონია რომ ძალიან კაი ბილეთებია. იმედია მოგეწონათ ჩემი ბილეთები და ვიდეო, თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი. და რა ვიცი, იმედია დაგეხმარეთ რამეში, ვინც აპირებთ ბეტს, ისე ვამბობ, რომ პირდაპირ არ გიჩვევთ რა თქმა უნდა ბილეთის გადაწერას. რამე პოზიცია თუ მოგეწონათ, ჩემი მიერ განხილული, შეგიძლია აიღოთ, გამოიყენოთ და მოკლედ ხო რა, სულ ეს იყო, ნახოთ, გადავიღებ შემდეგ კვირასაც ვიდეოს, ნახოთ როგორ წავა ჩვენი ბილეთები, ჩვენი პროგნოზებიც რა თქმა უნდა და მოკლედ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მადლობა დიდი. Peace out.